ნუ პირველ რიგში მე ვიცი რისი დაწერაც გინდა ხა შენ ამ ვიდეოზე. შენ ბრატ კრიტიკას ვერიდა. არის კრიტიკა და არის მინალანძღვა რა. აი მოდი ახლა ვილაპარაკოთ ამაზე სად გადის ეგ ზღვარი რა. აი მაგალითისთვის ერთ-ერთი კომენტარი იყო განარა, მაგრამ კომენტარი იყო რომ ბიჭო, აი ეგ წვერი არა, წვერი არ უხსენებია. სხვა სიტყვებით მოიხსენია, მოიშორეს სახიდანო და მე პრობლემებიც გაგიქრებაო. გავიგე რომ შეიძლება არ მოგწონს შენ ჩემი წვერი, გავიგე რომ შეიძლება არ მოგწონს ჩემი ვარცხნილობა, მაგრამ ხომ არის რაღაცა მიმართვის ფორმა რა. თან ბიჭო, თან ხო არ ვიცნობთ ჩვენ ახლა ეს ერთმანეთს. კი მესმის რომ ყოველ შაბათს მიყურებ, მილაიქებ და მისაბსკრაიბებ, ბაზარი არ არის, მაგრამ აი ეს პირადად ხო არ ვიცნობთ, ეს ხომ ყველაფერი გასართობად არის. მე ხომ არ მოგმართავ თქვენ მსგავსი ფრაზებით და მეც ვითხოვ რა თქმა უნდა რომ ნუ მომმართავთ მასეთი ფრაზებით. მე მეორე ამას ქვია წვერი რა, წვერი და თუ არ მოგწონს ჩემი წვერი შეგიძლია თქვა რომ აი იცი რა ლაშას ვენასვალე? ბიჭო, აი დაბალზე რო გაქვს წვერი უფრო ლამაზია რა და არ გიხდება ეგ ძელი, მაგრამ შენი საქმეა ლაშას ვენასვალე და ისქენი რა შენ გულს გაუხარდება. ხო, არ არის სავალდებულო რომ ყველას მოგწონდეთ და ყველას გიყვარდეთ და ან პირიქით ყველა მომწონდეთ და ყველა მიყვარდეთ. ვიდეო არის გასართობად, თან YouTube-ია, მაგრამ ზოგიერთებს ავიწყდება განსხვავება რა, იმ რადგან YouTube-ია, შეგვიძლია ყველაფერი ვაკადროთ, ან რადგან Facebook-ზე დებს ვიდეო, ამ ადამიანს ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი ვაკადროთ. არა აქვს მნიშვნელობა, მოგთხოვენ პასუხს თუ არ მოგთხოვენ. არა, მეგან რა ვინმეს პასუხის მოთხოვნას ვიწყებ, უბრალოდ დაადე ბანი და ეგ არის. მაგრამ ხომ უნდა გაითვალისწინოთ ერთი ესეთი რამ, რომ ამ ვიდეოების და სურათების უკან ნამდვილი ადამიანებიდგანა და ესეთი შენი უაზრო ეგრეთ წოდებული კრიტიკით შეიძლება ძალიან გულს კენდე რა. იმიტომ რომ ზუსტად მგონია მსგავს კრიტიკას აი ესე ქუჩაში რომ შევხვდეთ მე და თქვენ ერთმანეთს. ესე არ მეტყვი ლაშე წვერი რას გიგავს, ბიჭო მოიშორე ფანჩარის სახედან. ამას არ მაკადრებ. უბრალოდ შენ თავსაც არ აკადრებ, განა მე რა, მაგრამ შენ თავს არ აკადრებ, რომ ამ დონეზე დაეცე, რომ ასე მიმართო უცნობ ადამიანს. თან ახლა გინდა, არ გინდა ახლა რამდენი პასპორტიც არ უნდა შევცვალო, მეც ქართველი ვარ, შენც ქართველი ხარ, იცი ჩვენი ნერვოზი რა დონეზეა, იცი ჩვენი ნერვული სისტემა რა დონეზეა, ამას შეიძლება კონფლიქტი მოყვეს. ასე პირადად რო შევხვდეთ ერთმანეთს, მე ხო არ ვიძახი, მე მოგერევი ან შენ მომერევი. უბრალოდ ვიძახი, რომ მინიმუმ ხელით გავიწევით, გაიგე შენება. ბიჭო, ხო უნდა დავფიქრდეთ ცოტა რა, ვის მიმართავთ, რას მიმართავთ, რატომ მიმართავთ ასე. რაღაცა გავიგე რომ კრიტიკაა, ძმა, გავიგე კრიტიკა, მაგრამ ბიჭო, კრიტიკას რაღაცა აზრი ხო, ანუ ყველა კრიტიკა რო ადამიანი დააკნინო და შეურაცხყოფა მიაყენო, ეგ არ არის კრიტიკა. და ვისაც ეგ კრიტიკა გონია, იმათ დედა შევეცი მე. მე რა, განა რა, ძმა, აი ხა არ გეტკინა არაფერი, ახლა რომ მაგი მე გულთან მივიტანო და ამბავი საქმე რა. უბრალოდ ისა, წავალ, წვერ შევისწორებ და თვას გავიპარსა. ბუმ, ბებე! მოვედით სადაცა. თუმის შესაჭრელად მოკლედ ახლა გამოვიყურებით ასე. ეს არის ესე იგი სანამ თმა შევიჭრი და წვერს შევისწორებ. შესწორებას ძალიან ბევრს არ ვაპირებ, უბრალოდ რაღაცები უნდა შევილამაზო. ანუ თმას მაგრაჭრის, მაგრამ წვერი, ანუ ვერა რა, მე ვერ მივაგენი ამერიკაში ისეთ ადგილს, სადაც წვერს მაგალითად ინდონეზია აკეთებენ, ასაც საქართველოში აკეთებენ. რავი, არ არის და ხა, ნუ რა გინდა როქნა ხა სულ ესე გაბმართლა გაბურძღნული ხო არ ვიბლი ხო და რაღაცა მომენტში ხო უნდა დავალაგო რაღაცა ფორმა მივცე ამბავი საქმე და უნდა ვცადო რა სანადირო სეზონი იწყება ხო და რაღაცა კაი რაღაცა გამოვიწერე და მე ერთად ვნახოთ მოიცე ჯერ ეს საქმე მოაგვარო მე ერთად ვნახოთ ანუ რა გვინდოდა და რა გამოვა და მოგვეწონება თუ არა ეგ ამბავი და გამოგვადგება თუ არა ვაფშე ეგ ამბავი რამეში გაიგე შენ აბა როგორ გამოვიყურები წვერი მოკლედ გამოწეულები რაც იყო შევასწორე საკაიფოდ რაც მინდოდა ის მივიღე თმას შევისწორეთ მენა როგორი ბიჭი ვარ ტო საკაიფოდ ბრატ მე არ მეგონა მაგრამ საკაიფო წავედით ახლა რაღაცა რითორნები მაქვს გასაკეთებელი და მე სახში და მე განახებთ რა ვიყიდე სანადიროდ მოკლედ მეგობრებო როგორც მოგახსენეთ აი ეს არის ის რისი ჩვენებაც მინდოდა თქვენთვის წამოაია პარვარო ეგრეთ წოდებული ტენტი არის შექმნილი მხოლოდ სანადიროდ რა მეგობრებო ნადირობა იწყება დაახლოებით ოქტომბრის დასაწყისში და ამ დროისთვის ტყე გამოიყურება ხოლმე აი ასე ну იწყება ძირითადად თავიდან არბალეტისთვის პირველი 4 კვირა შეგიძლია ინადირო არბალეტით და არბალეტით ნადირობა ეს უკვე რამოდენიმეჯერ ავხსენი მაგრამ გავიმეორებ კიდევ თავიდან არ არის მარტივი ამბავი თან როცა ტყე ჯერისებ ცოცხალია არის ბევრი ხეები ბევრი ტოტები და ირემთან ახლოს მისვლა ან ირემი რომ შენთან ახლოს მოვიდეს ისე რომ არ დაგინახოს
არის ცოტა რთული ამბავი, გესმით? ხო და აი ამ დროს მე ვფიქრობ, აი ეს ძალიან გამოსადეგარი რამეა. მაგრამ მე რადგან არ გამაჩნია ჩემი საკუთარი მიწა, სადაც შემიძლია ნადირობა, ანუ ამას ასე უბრალოდ ქუჩაში ვერ დავტოვებ. ანუ ტყეში ასე ვერ მიხვალ ხა ნებისმიერ ტყეში, რომელიც სანადირო დაშვებულია და გაშალე და დატოვე და მთელი სეზონი გედოს. ძალიან მარტივად რო ვთქვა, მოგპარავე. ხო და ეს რო არ დაგვემართოს, ჩვენ მოგვიწევს ამის ყველა წასვლაზე მიტანა, გაშლა და მერე წამოსვლის დროს ჩალაგება და წამოღება. ერთი კაცისთვის ცოტა რთული ამბავია, მაგრამ რადგან ახლა ამ სეზონზე მეყოლება ანზორი კაც, ხო, მე ვფიქრობ უფრო მარტივი იქნება ამის გაკეთება. აი წარმოიდგინეთ, მე მაქვს გადაკიდებული აი ეს ტენტი, ну, რა თქმა უნდა, განახებთ გაშლილ კაცსაც, გადაკიდებული მაქვს ეს ტენტი და ანზორიკას გადაკიდებული აქვს ზურგჩანთა, რაშიც გვიდევს საჭმელი, წყალი და ამბავი საქმე რა. აი ახლა როგორ გამოიყურება ეს ტენტი, თან არის დიდი ტენტი, სპეციალურად ავიღე იმისთვის, რომ მე მგონი 2-დან 4 კაცამდე შეუძლია დაждდეს ამ ტენტში და მოკლედ ახლა ვენახავთ როგორ გამოიყურება ეს ამბავი რა. აი მეგობრებო, ეს გამოიყურება აი ასე. რომ გითხრათ ახლა ძალიან მძიმეა მეთქი, ნამდვილად არ არის ძალიან მძიმე. არც ძალიან ჩატი ამბავი არ არის. ტენტი დევს შიგნით რა, ახლა 4 კაცი რო ეტევა იმხელა. მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ აი მინიმუმ თავის ჩანთასთან ერთად, ხო, ამ ჩანთასთან ერთად მოდის. თავი ჩანთით და წარმოიდგინეთ, ხელში გიჭირავთ არბალეტი. შვენივრად ახლა გადაადგილდები მიხვალ ლოკაციამდე. მაგრამ როგორც აღვნიშნე, თუ მეორე კაცი არ მოყვება ზურგჩანთით ან სკამებით, ანუ მარტო ამის წაღებას აზრი არ აქვს, უმეტეს შემთხვევაში ეს პრობლემა იქნება ხოლმე. მაგრამ ახლა გვყავს ანზორიკა. მოდი გავშალოთ ახლა ეს ტენტი და ვნახოთ რას წარმოადგენს. ხო, ფასდაკლებაზე იყო, მეგობრებო, დაახლოებით $75 მივეცით ფასდაკლებაზე. ახლა გავხსნით და ვნახავთ როგორ არის ესამოვით. თან ხო, არისაც უნდა ჩემთან ერთად წამოსვლა ხოლმე სანადიროდ, რა იხიარო. არისაც უნდა ჩემთან ერთად ხოლმე სანადირო წამოსვლა და აი ბავშვთან ერთად რო წახვალ და გინდა რომ ახლა სიცივეში, წვიმაში, ქარში, თოვლში, აი ესეთ რაღაცეებში გარეთ არ გეждდეს, არ გაცივდეს, მე ვფიქრობ ამ ამბავში გამოდგება. Aro, you want to take the bag out from the bottom. ხო, აი ესე გამოიყურება მეგობრებო. აი ესე ძალიან მარტივად და კომფორტულად იკეცება და იშლება. ხო, სანამ ამ კონკრეტულზე გადავალთ, ამასთან მოყვება აი აქ თავისი სტეიკებია და ასევე საწვიმარია გზებიდან, ხო, წვიმა არ შედის შეგნით. აი ესეთ სტეიკები შენ შეგიძლია სტეიკების საშუალებით დაამაგრო მიწაზე, რომ ქარმა არ წაიღოს და მსგავსი რამ. მოკლედ აიზდევს იმაში რა. ახლა ვნახოთ პირველად ხსნი მინდა გითხრათ. ეს გახსნილ მდგომარეობაში ვნახე, მაგრამ მე პირველად ხსნი ახლა ამას ჩემით. Come here, boy. ხოთ რამდენად ადვილი ამის გაშლა. Do this one first, I guess. That's it. We did one. We're doing it! Yeah. But how do we not do it earlier? That's fine. Can you hold from the other side, buddy? You holding? Yeah. That's it. Now what? Now we're doing this side. Hold on, hello. Sorry. Okay. Oh yeah, there is one. Այս ինչքան შესასვლელი? Შედიხარ? Alright, let's put this down. Hiya, can you see it? This is how you get inside and outside. No, I will check inside. Აი მეგობრებო, ასე გამოიყურება ეს ტენტი. რავი. ნორმალურად. ნუ წარმოიდგინეთ ახლა სცენა, სადაც აი ეს დგას სადღაც შუა ტყეში. რა თქმა უნდა, ირემი ისე მარტივად ჩვენ მოძრაობას ვერ დაინახავს. გვაქვს პატარა ფანჯრები წამოაია. კამ? გვაქვს პატარა ფანჯრები ყველგან. აი მაგალითად აი ესეთი ფანჯრაა. სასროლი ფანჯარა. ხო, სტეიკებზე რომ მოგახსენებდით, აი ესეთი მარტივი ამის მოძრაობა, გადატანა, გადმოტანა, ასე რომ სტეიკები სავარაუდოდ ქარიან დღეს საჭირო იქნება.
აი ასე აქვს ამას 4-ვე მხარეს. ვარო. Hello. It feels nice in here. It's nice? Yeah. ხო, და ნუ აი ესე მარტივად შეგიძლია წაიღო დადო. სკამები ჩადო შიგნით და საკაიფოდ კომფორტულად იქნები. მაგრამ ამას ნახე კიდე რა პლუსი აქვს ახლა გეტყვი. მოდი აია. როგორც ხედავთ მეგობრებო, აი აქ არის ერთი მხარე შავი, ვარო. ერთი მხარე შავი, ეს ავარაუდოთ ზურგის მხარეა, მაგრამ აქაც გაქვს პატარა ფანჯარა, საიდან შეგიძლია სროლა. ასევე ხედავთ რა კარგად ჩანს შიგნიდან რა ხდება გარეთ. I wanna go around. აი ხა თქვენ ნახავთ როგორ გამოიყურება შიგნიდან და როგორ გამოიყურება გარედან ეს ყველაფერი. როგორც ხედავთ, აიას ჩვეულებრივად ხედავთ. მაგრამ აია ვერ გხედავთ. Aia, can you see us? Go around. That's good. აი ხედავთ, აი ესე მარტივად შეგიძლია მოკლედ ათვალიერო შენს ირგვლივ ყველაფერი ისე რომ ირემმა ვერ შეგამჩნიოს. მოკლედ აი ესე გამოიყურება ეს ამბავი რა. არის. და სივრცე როგორც ხედავთ, ახლა რო გითხარ, ახლა კრესლებს დადებ მეთქი არა, მაგრამ ძალიან მარტივად მე არის და ანზორი დავეტევით აქ ძალიან კომფორტულად. რავი. თქვენ რას ფიქრობთ? Aro, let's get out. No, I see. So, Aya, you cannot see us, right? No, I can see you. No, I saw your hand. All right, come this way, Aya. Აი მეგობრებო, შეამჩნიეთ ირემი. აი ესე მარტივად, აი ამას ხმაც არ აქვს. ფხრიწებზე და რამეზე არ არის, აი ესე მარტივად შეგიძლია ჩამოწიო. Still can see you. No? It's fine. ესე მარტივად შეგიძლია ჩამოწიო და აი ეს უკვე სასროლის სივრცეები გაქვს. აი აქედან ძალიან მარტივად შეგიძლია გააკეთო გასროლა. რა თქმა უნდა, ეს უფრო გამოსადეგარი იქნება არბალეტის დროს, რადგან როგორც აღნიშნე, არბალეტს შორს ვერ ესვრი, ასე რომ ახლოს თუ გინდა რომ ესროლო ირემს, აი ეს არის ყველაზე მაგარი ვარიანტი. თუ რამდენად კარგი და სასარგებლო იქნება ეს ჩვენთვის, ამას მე ერთად ვნახავთ. ნადირობა რო დაიწყება, მაგრამ ამ ეტაპისთვის ეს არის. ხო, რაც შეეხება გახსნას, მეგობრებო, როგორც კი მივხვდი, როგორ უნდა გამეხსნა, ძალიან მარტივი იყო ამ ყველაფრის გახსნა და იმედი მაქვს ასეთი მარტივი იქნება დაკეტვაც. ნუ თავიდან ვერ მივხვდი როგორ იხსნებოდა და ეს იყო ჩემი პრობლემა და არა აი ამ პატარა ტენტის. მოდი ახლა ვნახოთ, რამდენად მარტივია ამ ტენტის დაკეცვა. All right. აი აქვს 4-ვე მხარეს და ზევით კრიშაზე. აი აქვს ასეთი, არ ვიცი რა ქვია, მისაწოლი რაღაცეები. აი ესე მიაწვევი ჩვეულებრივად და всё, ეგ არის. Boom, baby. აქითაც. Boom. და ორი კაცი თუ ხართ, ხო საერთოდ ძალიან მარტივი იქნება ამის გაკეთება. მინდა გითხრათ, აი ესე მარტივად დაიკეცა. ახლა შუაშიც ჩავაწვეთ. ეგ არის. ეს დაიკეცა. 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 Aro, can you bring the bag? ნახოთ რამდენად ადვილად ჩავდებთ ისე თავის ჩანთაში. როგორც აღნიშნე, ახლა რეკომენდაციებს ვერ მოგცემთ. ჯერ უნდა გავტესტოთ. არის დროი ხელთა და Okay, Aro. I will do it, buddy. ვაშლი დაითრია. ეგ არის. აი კიდე ზურგზე. და თემა ხარ. წარმოიდგინეთ. Action კამერა იღებს არბალეტი ხელში, ტენტი უკან, ანზორასაც დავკიდოთ რა ერთი action კამერა. ანზორა მოკლობა ზურგჩანგთით, მე დიხარ და ნადირობ. მონახ კაი ადგილი, დადო ტენტი, ინადირა. მოგვივიდა ასევე გრილი, ახალი გრილი დევს აქ. ხალი? ეს გახლავთ ჩვენი ძველი გრილი, გავრეცხე, გავაწყრიალე. რაღაცეები მოვჭერი. და რა მოვჭერი? გადავაკეთე. სამწვადეთ. ნახე ახლა რა პრობლემა, რა იყო რა გავაკეთე. აი ამას ხედავ აქ. აი ეს ამოუჭერი. და ახლა შამპურები იდება ძალიან მშვენივრად. ჯერ საქმეში არ გამიტესტავს, მაგრამ ძალიან მშვენივრად იდება შამპურები, ქვევი ჩაყარი ნახშირი ძმა. აი აქ ჩაიყარა ნახშირი, დაანთო ცეცხლი, ოკეი. და ეგ არის რა.
სუფთად, ლამაზად და კოხტად აკეთებ ყველაფერს. რა შეეხება ჩემ პრობლემებს, წინა ვიდეოში გითხარით, ყველა პრობლემა 100% თუ არა 98%-ით მოგვარებულია და იმას ვეუბნები რა. წვერს რო დააბრალა ჩემი პრობლემები. რა შუშია ბიჭო, წვერი პრობლემებთან, მაგრამ კაი. ეს გახლავთ ჩემი კომპოსტი, ვინც იცით. მოკლედ აქ ვინახავ ხოლმე ყველაფერს, რასაც ცხოველები დადიან და ისაქმებენ. გამოიყურება აი ასე, მინდა გითხრათ. საკაიფოდ, სავარაუდოდ, სადღაცა დეკემბრისთვის შევწყვეთ აქ ჩაყრას. რავი, ამ ეტაპზე ასე გამოიყურება. რავი, მომავალ წელს გეტყვი გაამართლა თუ არა. ეგ არის და ეგ მეგობრებო, მადლობა კიდევ ერთხელ ყურადღებისთვის. აბა ჰედ და აბა ჰო. Peace amigos. შევხვდებით მომავალ კვირაში. იმედი მაქვს შევხვდებით მომავალ კვირაში.